მე ვარ ტატიანა, ნიუ-იორკში მცხოვრები ტატუ არტისტი. ეს არის ჩემი პირველი YouTube გადაცემა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩემი ყოველდღიურობა არის საკმაოდ დატვირთული, ხმაურიანი, დაძაბული, სწრაფი, მაგრამ დღეს პირველად დიდი ხნის მანძილზე გადავწყვიტე, რომ გავჩერდე, შევნელდე და დავთმო დრო იმას, რაც მართლა მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. თუ გინდა ნახო როგორი ვარ, როცა არ მუშაობ, გამომყევი ჩემს YouTube არხზე. სად მიდიხარ? კუნძულ კრეტაზე მივდივარ. რატო? ოჯახთან ერთად უნდა დავისვენო. ეს ოთახი არის იქ, სადაც ვხატავ, ცხოვრობ, ვიბრძვი და აქედან მივდივარ ახლა ცოტა სხვანაირი მიზეზით. ხვალ მივფრინავ კრეტაზე და ამჯერად არ ვიმუშავებ და უცნაურია ამის თქმა ჩემთვის. ეს მოგზაურობა ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველად დიდი ხნის შემდეგ სამივე და ერთად ვიკრიბებით. ერთი ლონდონში ცხოვრობს, ერთი თბილისში, მე ნიუ-იორკში და როგორც იქნა ერთ ადგილას ვხვდებით. ხანდახან მგონია, რომ წარმატება ნიშნავს უბრალოდ მუშაობას, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება უბრალოდ გაჩერება გვჭირდებოდეს ადამიანებს და ეს ვლოგი არ იქნება უბრალოდ მოგზაურობა, ეს იქნება პატარა პაუზა ჩემს ცხოვრებაში, დასვენება, ოჯახი და ალბათ ჩემი თავის თავიდან გაცნობა. დაგვათვალიერებინეთ თუ შეიძლება დაგო. ეს ჩემი ფავორიტი გახდა. მე მაინტერესებს, ნუ თუ თქვენ გაქვთ მესამე სართულიც. ო არ არსებობს. ახლა დაგათვალიერებინებ ჩვენს სახლს კრეტაზე და თან მოგიყვებით ჩემს პროფესიაზე. ტატუ არტისტობა გარედან ძალიან ლამაზი ჩანს, მაგრამ რეალურად ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რაღაცას ადამიანის სხეულზე მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება ეს და შენ არ შეგიძლია რომ უბრალოდ საშუალოდ კარგი იყოს, შენ უნდა იყოს ძალიან კარგი. შეხედე, ტალღები, ეს იშვება რაღაც. ყველა ერთად შევიკრიბეთ და დღეს არის პირველი დილა საუზმოთ. اجي خالتينا واش راه خال ნიშან ხარ გიორგი გიორგი და აქაური ხარ ხო წარმოშ? ხო როგორ ამინდებში ჩამოვედით? ცუდი ამინდი ძალიან ცუდი ამინდი მეშინია? არის გეშინი თავიდან. პატარები სად არიან? პატარებისა და პატარებიც აქვს თამა. ძალიან მაინტერესებს როგორ მოგწონთ კრეტაში ცხოვრება. ზეში ძალიან ლამაზია ეს ქალაქი. ხანია კუნძულ კრეტაზე მდებარე ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომლის ისტორია ათასობით წელს ითვლის. მისი ფესვები მიდის მინოსურ ცივილიზაციამდე, როდესაც ეს ადგილი ცნობილი იყო როგორც კიდანია. ქალაქი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურის გავლენის ქვეშ იყო: ბიზანტიური, ვენეციური და ოსმალური ეპოქები. დღესაც მკაფიოდ იგრძნობა მის არქიტექტურაში ეს კულტურა. ხანიას ძველი ნავსადგური, ვენეციური შენობები და ვიწრო ქვის ქუჩები ამ მრავალფეროვან ისტორიას დღემდე აცოცხლებს. ეს არის ადგილი, სადაც წარსული და აწმყო ერთად თან არსებობს. დიდი მადლობა გიორგის, რომ გაგვასაინა მოგვატარა მთელი ხანი. ხანია ბოლივარი ყველა როგორ გამარჯობა. ერი არ შეიძლება შესვლაო. დედა ჩემი შევიდა და მოგა დედუჩი. მეც მოგართვი, აი. ძალიან ლამაზია გაგისწორება. აი. ცხოვრება. ჰოპ დღეს არის მეოთხე დღე. მეოთხეა? და მივდივართ დაბადების დღეზე. კომენტარი დამიწერეთ. დაგიწერეთ კომენტარი და გვასაბსკრაიბეთ. ხო დაგასაბსკრაიბეთ. ლულებო, ბარტყებო.
ერთი ამიხსენი პარაკალო რას ნიშნავს? Παρακαλώ, არის ყველაფერი. when someone says like thank you and you say like no problem, that's what παρακαλώ means. Ευχαριστώ, παρακαλώ. მაგრამ ყველაფერს რატო ნიშნავს? Παρακαλώ σημαίνει ահა. Παρακαλώ. ეგეც Პარაკალო. არის. კიდე რა არის? Δεν არის. Sorry. Παρακαλώ, გეხვეწები. პარაკალო რა არისო? მადლობაც არის კარი. ყველაფერი როგორ არის? და ეხლა რა ვქნა? ყველაფერი აბა. დინება არ არის. ყველაფერზე მაგას ხმარობ. ყველაფერი კარგია პარაკალო. ავოკადო გო? პარაკალო არის ყველაფერი. მაინც ვერ გავაგებ ბოლომდე. Why are you smoking inside? Tatiana, how do you like Greece so far? I like it. It's very strange. Some things are really strange for me, but What do you people mean? are What kind of things are strange? things like that. She's smoking inside. No, that's your New York brain talking. No, In Georgia, you don't smoke? Yeah, cup, that's cup. That's a cup. I call cup. never. Okay, maybe it was 8 years ago, but now Now, you don't smoke inside now. I You don't don't smoke know. at all. You don't smoke at all? No, No, you don't? You haven't smoked ever? no. Did you smoke before? I was smoking, but now I don't. Marlboros? I quit. No, Winston's? no, What kind of cigarettes? I don't smoke. New York weed? No, what? New York weed? No, never. Never? No. Good, very good, very good. Yes. Do you smoke? Yes. What do you smoke? Everything. Shisha, cigarettes, vape. Yes. Yes. Εδώ, στο μικρόφωνο. What do you want, Malaga? Tell me, What are you, the police? Yes, police. No, nothing. I don't know anything. Άμα μην χάρη. ამას ადგილს მოვაკენით. კარგია, ძალიან ცხოვრება ეს კარგია. აი, ვიპოვე. ყველა მეკითხება ხოლმე რითი მოგზაურობ ამდენს და არიციან რომ ეს არის ჩემი დაბიუჯეტური მივდივართ ვსერნობთ ულამაზეს ადგილზე და ერთი პატარა შესასვლელია, სადაც აი იქ რო შეხვალ იშლება ულამაზესი ხედი. და დგას ერთი კაცი, რომელიც არ გვატარებს. ვერც იქიდან გახვალ და ვერ ხედავ იმ ლამაზ ხედს და დედა ჩემი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და მიჩვეულია, რომ ყველას ლანძღავს და არავის არ ესმის. დაიწყო ისე ეს კაცი რას დაერჭო აქ? არც იქით მიდის, არც აქეთ მეც. მინდა თურმე ქართველი არ არის. სადაც ამ კაცს შემობრუნდა და გამარჯობა ეუბნება. ქართველი ვარო. მოდი ინტერვიუ ჩამოვართვათ. მეკო, სად ხარ? აქ ყოფილა მე თორა მოტორი. KPI აი დაწოთავა. აი არ მოგწონსდე? არ მომწონს და რა არ მუზა. მე ამით გძნობ სიმღერას. აი მე ჩემი პასპორტი მომი. რატო? იმიტომ აქ უნდა დავჭი. რატომ მიშვე? ხო. პასპორტი რა იცი? პასპორტი რო გჭირდება. აკუ და მომეცი. დედას გოგო მიდის დღეს.
მინდა ჩამოდი. მინდა ჩამოვალთ. ჭირი იმას რიჟას. რიჟა გუშts. Americans. Panjara. წავიდნენ ჩემები, დავრჩი მარტო. არც ისეთი მარტივი არ არის ემიგრაციაში ყოფნა, როგორც შორიდან ჩანს. ყოველთვის ვიღაც გენატრება. და ეს სახლი არის ძალიან ცარიელი. ყველა, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ალბათ უმეტესობის თავარი მიზანი არის ის, რომ დაბრუნდეს თავის სამშობლოში. ოღონდ დაბრუნდეს ისე, რომ იყოს მზად. ზოგისთვის ეს მზად ყოფნა არასდროს არ დგება. იმიტომ რომ პერფექციონისტები ვართ ადამიანები. ხოდა მე ჩავთვალე რომ მეთქი მეც რო ეგრე არ დამემართოს. მოდი ახლა და აი ჩავადგები პირდაპირ თბილისს, აი ესე როგორც ვარ. მზად არ ვარ მზად, ჩავედი. და არ ვიყავი მზად, ამიტომ ერთი დრო ვერ გავჩერდი და სამ კვირაში წამოვედი უკან. ზაფხულში აუცილებლად დაბრუნდები ისევ საქართველოში. კიდევ უფრო მზად ვიქნები და ვხატავ ტატუებს. დღეს არის დიდი დღე, რადგან გვყავს ახალი გენერალური სპონსორი. და რაღაც ხო ერქმევა. მაგას ჩავახსოვთ მე. ახლა მე კანონს ვარღვევ. კანონ დამრღვევი ვარ. ისეთ ადგილას შემოვედი, სადაც არ შეიძლება. უps, ვიღაც. მოდი ელიზა. ელა. ასეთი ლამაზი მოგზაურობაც გამოგვივიდა. მადლობა რომ მიყურეთ და წავედი აბა შემდეგ ეპიზოდამდე. არ ვიცი როგორ ფიქრობთ, როგორი წამყვანი ვარ, ძალიან მნერველობ. მე ძალიან მნერველობ. ხოლმე ყოველთვის დაძაბული რატოა კაცო, დაძაბული არ არის ჩემი ცხოვრება. ჩემი ცხოვრება მშვენიერი. თავიდან